შეერაცხა როგორც მოძღვარი მასწავლებელი მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთი საოცარი პიროვნება და ოქროპირი, იმიტომ უწოდეს რომ მისი მაგეებიდან ისეთი მაგრი მოდიოდა, ისეთი ხადაგებები ჰქონდა, ისეთი სიტყვა მოდიოდა, რომ ოქრო მართლა ოქრო გამოდიოდა და მამები ბევრი მამას უთქვია, რომ ღვთის სიტყვა ბრილიანტია, მარგალიტია, ოქროა, ვერცხლია, ასე შემდეგ და მართლა ესე არის, იმიტომ რომ შესაძლოა მუდრისგან გამოდის რა, თავისას კი არ ამბობს ადამიანი, მდელმა თავისი კი არ უნდა თქვას სულიწმიდის მადლით, ესე იგი რასაც ღმერთი მაგვასწავლა, რაც წმინდა მამებმა გვასწავლა, ეს უნდა ვიქადაგოს მდელმა და ეს უნდა გადასცეს თავის მრევლს და ეს არის მადლიანი, რომ ჩვენი აზრები რომ დავიწყოთ და ჩვენი შეიძლება შევცვლეთ ჩვენ და ამიტომ ყველაზე თავდაცვა, საერთოდ არა მარტო მღვდლის, არამედ თქვენიც. თავდაცვა ის კი არა ჩემი აზრით ესეა, ჩემი აზრით ისეა. შენი აზრი შეიძლება თქვენი იყოს. შენი აზრი შეიძლება არ იყოს სწორი. შენი აზრი შეიძლება არ იყოს სწორი ეკლესიურ ცხოვრებაში და არამედ რაც ქრისტემ თქვა, რაც მოციქულებმა გადმოგვცეს მე, რაც მე წმინდა მამებმა გადმოგვცეს. ეს არის, იმიტომ რომ მათი პირიდან ღმერთი ლაპარაკობდა. მათი პირიდან ესე იგი კრებები რო ხდებოდა, კრებაზე ერთი კაცი კი არ ამბობდა რომ მე მინდა ესე და ესე, არა. ესე იგი კრება ერთობლივად უნდა მიიღოთ ეს ისა რომ და ერთობლივად რომ მიიღებდნენ აქ იყო უკვე სული წმინდის მადლი და ესე იგი ღმერთი განამტკიცებდა თორე იქ შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა აზრი. მაგალითად პეტრე მოციქული თავი იყო მოციქულთა, ხო? როგორც ყველაზე მომრვალე, როგორც ყველაზე მეტად უყვარდა თავ მოციქულთა პეტრე პავლე, მაგრამ პირველი კრება რო ჩატარდა მოციქულთა კრება რო ჩატარდა. ეპისკოპოსი იყო იაკობი და ის იყო თავმჯდომარე ამ კრების. პეტრე კი არა. ის ყველაზე დიდი იყო, მაგრამ თავმჯდომარე ის იყო, იმიტომ რომ ის იყო ეპისკოპოსი, ის იყო პატრიარქი პირველი კონსტანტინოპოლის, იერუსალიმისა და ამიტომ ერთობლივად. ის კი არა რომ პეტრემ თქვა მე მინდა ესე და ესე იქნება, არამედ ერთობლივად იღებდნენ და სადაც ერთობა იქ არის ღმერთი. ხო, როგორ ამბობს მაცხოვარი, სადაც ერთი და ორი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მასთან ვარ. ამიტომ ესეთი წმინდანები იყვნენ, ესეთი წმინდანი იყო ფაიბრული ოქროპირი. დღეს ხსენება არის გადასვენება საქართველოდან კონსტანტინოპოლში მისი წმინდა ნაწილების გადაბრძანება. ესე იგი, თქვენ იცით რომ ოქროპირი განდევნეს, ოქროპირის ცილი დასწამეს, ოქროპირის შეურაცხყოფები მიაყენეს, გადმოაგდეს ტახტიდან, ესე იგი, პატრიარქობიდან და განდევნეს და გადაასახლეს. ეს სასონხეთში გადაასახლეს, მე სასონხეთშიც იქაც ყველა პატივით ექცეოდა, ყველა სიყვარულით ექცეოდა და როდა გაიგეს ეს კონსტანტინოპოლში რომ გაიგეს რომ ეს პატივში ყავთ იოანე ოქროპირი, ესე იგი კიდევ ბრძანება გასცეს იმპერატორმა და დედოფალმა რომ კიდევ უშორს უნდა წაეყვანათ და საქართველოში შემოიყვანეს და საქართველოში აფხაზეთში ყომაში, სოფელ ყომაში იქ უკვე ძალიან დაუძლურებული, აღარ შეეძლო მძიმე მდგომარეობაში იყო და ჯვართამაღლების დღესასწაულს და ბოლოჯერ ჩაატარა წირვაო, ეზიარა ქრისტეს ნახორს და ეხლა მე დაამოკლეთ ყვები მის ცხოვრებას, მთელი მისი ცხოვრება იყო ტანჯვა წამება. ტანჯვა წამება იყო მთელი მისი ცხოვრება. ვიზე ვლაპარაკო თქვენ რომ გაეცნო, მე გაეცნო თქვენ ეს იოანე ოქროპირიც არის წაიკითხოს მისი ნაშრომები, რა პიროვნებაზეა ლაპარაკი, როგორი კაცი იყო, მთელი სამყარო ფაქტობრივად მეორეჯერ მოაქცია ქრისტიანობას, ისეთი პიროვნება იყო და სულ ომში იყო, სულ ბრძოლაში იყო, სულ ტანჯვაში იყო, სულ ყველაფერი შეიძლება მიესადაგოს ამ პიროვნებას, როგორც დიდი მდელმთავარი, როგორც ღირსი მამა, როგორც მეუდაბნო და ასკეტი მოძღვარი, ხო არის ეს დიდი მდელმთავრები, მე ღირსი მამები, მოწამეები, დიდმოწამეები, ასე ყველაფერი ამ ადამიანს შეეფერება, იმიტომ რომ ყველა გზა გაიარა ამ ადამიანმა. ასკეტური ცხოვრებას, დიდი მდელმთავრობაც, მოწამეობაც, დიდმოწამეობაც და ესე მათ და ბოლოს სიტყვები რა იყო? მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მადლობა უფალო ყველაფრისთვის. მადლიერი იყო ამ ყველაფრისთვის. იმიტომ რომ ეს გზა, რაც თქვათ ეშმაკი უგებს ადამიანს და ადამიანი სიმართლის გზაზე დადეს, ხო? ეს მადლიერება უნდა გამოვხატოთ. იმიტომ რომ ამ გზით ადამიანი საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს, საუკუნო სასუფეველს დაიმკვიდრებს, საუკუნოს დაუსრულებს. აქ როდესაც დამთავრდება ეს ცხოვრება, როდესაც დამთავრდება ეს ტანჯვას, დამთავრდება ყველაფერი დამთავრდება, რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ტანჯვაში იყოს, ადამიანი მაინც დამთავრდება, მაგრამ იწყება დაუსრულებელი ცხოვრება, სადაც არასდროს არ დამთავრდება. არასდროს არ იქნება რაღაცა ტყივილი, წუხარება, სულ არაფერი, არამედ დაუსრულებელი ცხოვრება. დიდი სიხარული ელოდება ადამიანს. ან
არ იცხოვრებს ქრისტიანულად, ჯოჯოხეთი და ტანჯვა და წამება დაუსრულებელი ურდება ადამიანს. ამიტომ აი მიუბაძოთ ამ დიდებული დემთავარს, მიუბაძოთ ამ დიდებული რომ ვიკითხოთ მისი ნაშრომები და შეიცვლოთ ფერიცვალება ხდება მის ნაშრომებს რომ ვკითხულობ ჩვენ და მის ქადაგებებს რომ ვკითხულობ ისეთი ზემოქმედება აი ისეთი მადლი გამოდის თვითონ წიგნებშიც აი წიგნიდანაც რომ ვკითხულობ რომ ადამიანში დიდი ფერიცვალება ხდება სხვანაირი ადამიანი ხდება ადამიანი და აი როდესაც გარდაიცვალა დაასაფლავეს კომაში აფხაზეთში და შემდეგ როდესაც მოუწყვეტენ ის იმპერატორი არკადი და ევდოქსია შემდეგ უკვე შეიცვალა მათი შვილი გახდა იმპერატორი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა წმინდა პროკლე, რომელიც მისი სულიერი შვილი იყო, ოქროპირის სულიერი შვილი იყო და წმინდა პროკლემ თხოვა იმპერატორს, რომ ჩამოვასვენოთ მისი წმინდა ნაწილებიო და გაახსოვნის იმპერატორი გასცემს ბრძანებას, რომ ჩადიდო და ჩამოვასვენოთ წმინდა ოქროპირის წმინდა ნაწილებიო და როდესაც ჩამოვლენ ესე იგი და გახსნიან საფლავში ოქროპირის მთლიანად უხსნელი იქნება წარმოიდგინეთ და უკიდებენ ხელს ეხლა რომ უნდა წამოვასვენოთ და ვერ დაძრავენ გვამს. აი მოკიდებენ ეხლა ბევრი ხალხი მივა და ვერ დაძრავენ და მიხვდებიან რომ რაღაცა სასწაული ხდებოდა აქ და ღმერთს არ უნდა დემთავროს დაბრუნებული იყო კონსტანტინოპოლში და როდესაც შეატყობინეს იმპერატორს აი ესეთი მდგომარეობა არის იმპერატორი მიხვდა რომ მისმა მშობლებმა რადგენში ჩააგდეს ეს პიროვნება როგორ განდევნეს და ესე იგი დაწერსო წერილსო როგორც ცოცხალსო ისე დაუწერს წერილს და პატიებას თხოვს და ეუბნება რომ მაპატიეო ჩემ მშობლებსო გევედრებიო შეხო მოწყალე კაცი ხარო შეხო მოსიყვარულე ადამიანი იყავიო შეხო სიყვარულზე გადაგებდიო და ეხვეწებიო აპატიეო ჩემ მშობლებსო მე ხო შენი ნათლია იყო ოქროპირი ამის მონათლაშვილი და შეხო ჩემი ნათლია ხარო და აი ესეთი ძალიან ისეთი თბილი და ცრემლებით დაწერილი წერილის გამოუგზავნის იოანე ოქროპირის წარმოიდგინეთ მიცვალებულს და როდესაც წაიკითხავენ მისი წმინდა ნაწილები ესე იგი წმინდა გვამთან წაიკითხავენ ამ წერილსო დაანდებენ ოქროპირსო გულზეო და მოკიდებენ ხელს და უკვე ოქროპირი წამოგვება ასე რომ ვთქვათ და წამოასვენებენ და აღწერილია თუ მთელი კონსტანტინოპოლი დახვდება ესე იგი პატრიარქი დემთავრები მთელი ხალხი მთელი კონსტანტინოპოლი დახვდება და ზეიმით შეასვენებენ ესე იგი მიასვენებენ წმინდა ტაძარში რომელიც ტაძარში იდგა და ხადაგებდა და ასწავლიდა განმარტებდა სახარებას სამოციქულოს და ასე შემდეგ აი ტაძარში შეასვენებენ და ხალხი ესე იგიო შეძახებს რომ დიდო მდემთავარო დაიბრუნე შენი ტახტიო ესე ხალხი შეძახებს და ამ დროს ფაებრივი ოქროპირი გარდაცვლილი მარჯვენა ხელს ვაწერსო და ესე ჯვრის სახის მიიღებს ეს მთელი ჩვენ რომ სახავთ ხოლმე ჯვარს აი ეს ხელს გააკეთებს იოანე ოქროპირი და გადასახავსო ესე მიცვალებული წარმოიდგინე მრევლს და იტყვის მშვიდობა ყოველთავ და აი ესეთი აი ამ დღევანდელი დღეს არის გადასვენება საქართველოსთან ესე იგი კონსტანტინოპოლში მისი წმინდა ნაწილების და ეს ხელი არ გაიხსნა და დღეს ათონიფტაზე არის ფილოთეოს მონასტერში არის ხელი და ესი არის ჩვეულებრივად კანი ყველაფერი არის ძლიერად აი ეს აი აქედან აი ასამდე აქამდე ესე ხელი ესია დარჩენილი ეს ხელი და კაცების შეუძლია რომ მივიდნენ და ემტყიონ ამ წმინდა იოანე ოქროპირის და ასევე თავი არის წმინდა ოქროპირის თავი პატოპეტრეს მონასტერში ათონიფტაზე და ყური რომელიც არ გაიხსნა ეს ის ყური არის რომელიც პავლე მოციქული როდესაც განმარტავდა პავლე მოციქულის განმარტებას ამ ეპისტოლებს პავლე მოციქული ყურში ელაპარაკებოდა თვითონ ვერ ხედავდა სხვა ხედავდა აი წმინდა პროკლე ხედავდა რომ ვიღაცები ჩუჩულებოდა ყურში და რომ შევიდა და დაინახა ხატი პავლე მოციქულის უთხრა რომ აი ეს კაცი იყო რომ ყურში გეჩუჩულებოდაო და აი ეს ყური როგორც პავლე ელაპარაკებოდა ასე ჩუმად ეს ყური არის უხსნელი ანუ თავის ქალა არის ოღონდ ყური არის ჩვეულებრივად სასწაული არის ეხლა და ასეთი დიდებული მდემთავრის სცენებაა და ყოველი წირვა სულ არის იოანე ოქროპირის ეს წირვა შედგენილი არის ამის ჩვენ რასაც წირავთ წმინდა იოანე ოქროპირმა შეადგინა და რამოდენიმე წირვა არის ხო გრიგორ დიოლოგოსის ეს მარხვაში დაიწყება ეს მსახურებები ვასილ დიდის წირვა არის და იოანე ოქროპირის წირვა არის რომელიც ხალხმა ასე წერია ერმა აირჩია იოანე ოქროპირის წირვა და აი ამ წირვას ვატარებ ყოველდღე მისი შედგენილ წირვას ვატარებ და შეგვეციოს მისი მადლი დავაძლიეროთ დაგვიფაროს და დიდება და მადლობა ყველაფრისთვის ამინ